მოგესალმებით მეგობრებო, ასეთ საინტერესო ადგილასა ვარ გამოსული. სათევზაოდ, ინფორმაცია ეგეთი მაქვს, რომ ამ ადგილას ქორჭილებია. ნორმალურად ასევე სხვა თეთრი თევზიც არის და რა ვიცი, ჩემი გადაწყვეტილებაა დღეს ვითევზაო აი მორმიში გიჯოხით. მაქსიმუს პოინტერ X 2.5 გრამამდე მორმიშკა სულპაწუა. ნახოთ ამიდან რა გამოვა ყველაფერი. დავიწყებ და ნახოთ რა იქნება. Ari პირველი მორმიშინგზე. აი ხელა. რა ხმა ქონდა? Ari კიდევ ერთი ქორჭილა. შენიერ Ari პასიურობს დღეს, რასაც ქვია ჩვენი ქორჭილა. კიდევ ერთი სილამაზეა, კაი ადგილია, მაგრამ ქორჭილა დღეს ცოტა პასიურია. სადა აქვს ჩატანილი. აი, მოსინჯოთ კიდევ იქნებ მეორე ქორჭილა მოტყუდეს კიდევ რამე ან გააქტიურდეს სავეთ. ყველაზე კარგი იქნება თუ გააქტიურდება. Ari. ეს პატარაზომა ძალიან. ძალიან რა, სპორტული ზომა. საგლახავთ რა. ცუდია რა. კარგი. კიდევ ერთი მოსინჯოთ. იქნებ ადგილს დავადექი რამე კარგს. თეთრ ფერზე აქვს რა გართულება. თეთრ სილიკონი მაქვს ახლა. არის white ეძახიან, ანუ იმის ასლია რა. Ari. კიდევ ერთი ცალი. ახლა ზომა მაქსიმუს პოინტერ X 2.5 გრამამდე მორმიშკა 0.3 გრამი. სატყვარა Უშუალოდ ეს სატყვარა მაქვს
white-ის კოპია. სადღაც იქნება სანტიმეტრ ნახევარი შეიძლება ნაკლებიც. მოკლედ მეგობრებო, დავაგე უფრო ნაკლები ზონა. თეთრ თევზეც მინდა თევზაობა და თან ქორჭილაზეც გადავაგებ ასე წონებს და ნახოთ აი რაღაც უკვე არის. ვიცი შამაია, არ ვიცი თეთრულა, მოკლედ შედეგი არის ასეთი. აი, ზედაპირზე არის აქტიურობა და მინდა ვიჭირო თეთრი თევზიც. აი, სინჯოთ მეორეც. არის კიდევ შენიერია. კარგი. მოკლედ სტრატეგია მაქვს ასეთი, რომ თან დავიჭირო ქორჭილაც და თან თეთრ თევზეც ვითევზაო რა. არის აი კიდევ არ ვიცი რა არის შამაია თეთრულა რა ვიცი თქვენ თვითონ თქვით რა თევზი. ახტება აქ? ქორჭილა დაждდა. მეთქი რა არის ეს თქო რა. აი, ქორჭილა. ამიტომ ყორს მიშინგი თან თეთრი თევზი თან ქორჭილა ყველაფერი ერთადაა რა. აი. აზე მაგარი რა არის, იცით? აი დაბალი ტესტის სპინინგით რო თევზაობ, შეგრძნება გაქვს ისეთი, რომ აი რაღაც ულტრა ლაიტზე დაგიჟდეს კილოიანი ქაშაპი და რაღაც რა. და რო აი გაწყვიტავს ზუას წაგართმევს და მაგრად გეჭიდაება და უფრო მეტი სიამოვნებაა რა ამაში. არის ხოდა მისდა ქორჭილა მე დავიჭირო უკვე თეთრი თევზი. რა ჯობიას თევზაობას რა ვიცი. ორმიშინგის მადლი შენიერია ყველა ობიექტივი. კამერას მისვრის ხანდახან იმდენი კადრი გამიხუჭა ამას წინ თევზმა ასე სულ არ ჩანდა თურმე ვიღებდი ასეთი თეთრი თევზი დამიჯდა ქორჭილას მერე. დატარებას რა შეეხება აი თითი რყევა სპინინგის და შესაბამისი წყობაც უნდა კონდეს სპინინგს რო ეს გააკეთოს ეს წაეხმაროს ასე ვთქვათ სატუარას თამაშს რა. არის აი ეს ცოტა ნაკლები ზომა მაგრამ რომ მოდის კი ხარია
სპინინგის, ჩარტყმაზე მაქვს ზუსტად ეს სიამოვნება, რომ ურტყამს იმაზე სიამოვნებს. ტიპ-ტიპით შეიძლება ტიპ-ტიპას რო უყურებს და ჩაიძირება თუ არა და ხო მუღამი მთელი ამაშია, მაგრამ მე ხელში ვგზნობ ჩარტყმას, მთელ ჯოხზე გადმოტანილია ეს ესე ვთქვათ, გზნობელობა და ეს სიამოვნებს ზუსტად მე. და მითხოვ თევზაობ ასედაც. არის ჩაგდებაზე ეგრევე არის ქორჭილა. პატარა ქორჭილა, რომელიც მოძრა და ძალიან კარგი. არ მომიწევს წვალება და მოხსნავის. გავაგრძელოთ. ერთი ნიუანსი აქვს ამ თევზაობას, ანუ მორმიშინგს, რომ დასაკვებს, არის დასაკვებს არ იყენებ თევზს ეძებ რა. აქტიურად ეძებ თევზს. მე შეიძლება საერთოდ ხო იჭირება. სხვა ადგილი მოვსინჯო, გადავიდე, ვიმოძრაო. თავი არ შევიზღუდო, რომ ერთ ადგილას ვიდგე და ერთ ადგილას გავჩერდე. ესეთი შესანიშნავი თევზი, კიდევ თეთრი თევზი. არის კიდევ ერთი ეგეთი. კაი, ნუ ჩამიბურდე ყველაფერი რა. ესეთი ზომა. ვერთობი კარგად რა, რასაც ქვი. არის ყველას ხوار დავიჭერ რა. ზოგიერთი უნდა თვითონაც წავიდეს. იხსნა თავი და წავიდა და კიდევ ერთი. ასე არ ჯობია. კაი. კაჩი. ეს აქეთაც იყო რაღაც მოძრაობა წყალზე რა, ზედაპირზე და გადავალ და იქეთაც გავუყვები ასე რა. ახალ ადგილას გადავედი და ასტე. შენიერი კარგი. არის. შემდეგიც. ხელა ზომა. ასე გადავაადგილდები, მეზე ფაქტიურ თევზს. შენიერი კაი ზომა. არის. ურიგი. არის. კიდევ
ესეთი არი აი შენიერი რაღაცა კაი დაждდა. ნორმალური რა, მაგრამ კარგად აიღო, რასაც ქვია. გაჩე. საღამოს პირას. აი, იცი დამიშტა. ხამდება და მეც მინდა მოვასრო თევზაობა, მაგრამ აი უკვე ცოტა დროცა მაქვს. აი ჩვენი მორმიშკა, ჩვენი სატყუარა და ჩვენი ქორჭილაც. აი მოკლედ მეგობრებო, კამერა ჩართული არ მქონია. იმდენი ვილაპარაკე და თორმე კამერა აი ამხელა ქორჭილა დავიჭირე. საღამოს პირას დამიჯდა რასაც ქვია მაგარი ვისიამოვნე რა. ძალიან მაგარია. ამ მოყვანაზე 2 გრამამდე ჯოხი არის 2.5 გრამამდე და სულ რაღაც 0.3 მორმიშკა. სანტიმეტრ-ნახევრიანი თუ სანტიმეტრიანი სატყუარი. აი დავიჭირი ახლა კაი ზომა. ეს რო გადამეღო ძალიან მაგარი იქნებოდა რა ვიბძოლეთ მოკლედ. დიდი ხანი მომდი გამოყვანას, ჩოგამბადეც არ მქონდა. სადღაც მეტროიანი ბეკი აქვს მისადგომი. ამწე კრანივი დამოვწიე და რავი ძალიან მაგარი იყო. რა ვიცი მე მგონი მორჩები ამით თევზაობას დაღამდა და მეც უკან უნდა წავიდე გზაზე, არ მინდა ღამესიარული, ვინაირი გზა არის და ძნელი გასაგნებიცაა და აი ეს სულ ეს იყო რა. მაგარი იყო რასაც ქვია. თევზაც გავუშვებ რა.